касается возможных контингентов воинских на Украине. რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო საომარი კონტინგენტის განთავსებას, ვიტყოდი, რომ ეს არის კიდეც უკრაინის ნატოში ჩათრევის პირველადი მიზეზი. ასე რომ, თუ ჩვენთან გამოჩნდებიან რაიმე სახის სამხედრო დანაყოფები, განსაკუთრებით კი ახლა საომარი მოქმედებების ფონზე, ჩვენ მათ ჩავთვლით კანონიერ სამიზნედ განადგურებისთვის. და თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობასთან მიგვიყვანს, მაშინ მათი უკრაინაში განთავსების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ შეთანხმება მიიღწევა, ნურავის შეეპარება იჭვი, რომ რუსეთი მას შეასრულებს. ჩვენ ვაპირებთ პატივიცეთ ყველა უსაფრთხოებით გარანტიას, რომელიც უნდა გამომუშავდეს რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე სერიოზულ დონეზე ეს საკითხი ჩვენთან არავის განუხილავს. ამასთან უკრაინული მხარე გვთავაზობს შეხვედრას. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მზად ვართ ამისთვის და მზად ვართ უზრუნველყოთ უსაფრთხოებაც და სამუშაო პირობებიც 100%-იანი გარანტიით. მაგრამ გვეუბნებიან, რომ სურთ შეხვედრა აი იქ, ეს მეტისმეტია. თუ რეალურად სურთ ჩვენთან შეხვედრა, ამისთვის მზად ვართ და ვთვლით, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილი არის ჩვენი დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვი. Город-герой